მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. სამყაროში ყველაფერი დაკავშირებულია ერთმანეთთან. ყველა აზრს, ყველა გრძნობას აქვს ძალა, რომელიც სივრცეში ვრცელდება. გონებრივი კავშირი არ არის რაღაც მისტიური ან შორეული, არამედ ამ ერთიანობის ბუნებრივი გამოვლინებაა. ჩვენ როგორც მთლიანობის ნაწილს შეგვიძლია შორიდან ვიგრძნოთ და გავლენა მოვახდინოთ ერთმანეთზე სიტყვების გარეშე, გადავცეთ ჩვენი აზრები, ემოციები და განზრახვები. ჩვენი გონება დაკავშირებულია ერთმანეთთან დახვეწილი ენერგეტიკული ნაკადების საშუალებით, რომლებიც მუშაობენ მაშინაც კი, როდესაც ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ ამას. ადამიანთან დაკავშირება გონებრივად არ არის მასზე კონტროლი ან ზეწოლა. ეს არის ჰარმონია და მასთან ერთ ტალღაზე მორგება. ასეთი კავშირის დასამყარებლად აუცილებელია აზრების გასუფთავება და განზრახვაზე ფოკუსირება. ეს გავს რადიო მიმღების რეგულირებას. რაც უფრო ნათელია სიგნალი, მით უკეთესია კავშირი. პირი, რომელზეც თქვენ ფიქრობთ, იჭერს ამ სიგნალს მაშინაც კი, თუ ის ამას თავადაც ვერ აცნობიერებს. ჩვენი ენერგია მიედინება იქით, სადაც ჩვენ ვაგზავნით. როდესაც ცდილობთ ვინმესთან გულწრფელად დაკავშირებას, თქვენი აზრები ემსგავსება სინათლის ცხივს, რომელიც მას პოულობს სივრცეში. აზრები არ არის მხოლოდ შიდა დიალოგი. მათ აქვთ უნარი, ანუ ენერგია, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს გარშემო არსებულ სამყაროზე. მნიშვნელოვანი ასპექტია კონცენტრაცია პიროვნებაზე და განზრახვის სიცხადე. როდესაც გსურთ ვინმესთან დაკავშირება, ყურადღება გაამახვილეთ მის სახებაზე. გაიხსენეთ მისი ხმა, ღიმილი და მანერები. ეს ხელს უწყობს თქვენს ენერგიას კონკრეტულ ადამიანზე მორგებაში. თავად განზრახვა უკვე ძლიერი ნაბიჯია გონებრივი კონტაქტის დამყარებისკენ. თქვენ გზავნით იმპულსს კოსმოსში, რომელიც აუცილებლად იპოვის პასუხს. ამის მერე მნიშვნელოვანია გაუშვათ სიტუაცია და არ ელოდოთ შედეგს. მენტალურ კავშირში კონტროლისა და შიშის ადგილი არ არის. უბრალოდ გულწრფელად ენდეთ სამყაროს. ენერგია თავისუფლად მიედინება, როდესაც ეჭვი არ არსებობს. სიტუაციის ბუნებრივად განვითარების დაშვებით, თქვენ საშუალებას აძლევთ ადამიანს იგრძნოს თქვენი გამოწვევა და უპასუხოს მას. ზოგჯერ ეს კავშირი მყისიერია. ამ ადამიანმა შეიძლება ძალიან მალე დაგირეკოთ ან მოგწეროთ. სხვა შემთხვევაში პასუხი შეიძლება მოგვიანებით მოვიდეს, მაგრამ თქვენი განზრახვის ენერგია ყოველთვის პოულობს გზას. ადამიანების დაკავშირება გონებრივი არხებით არ არის რაღაც არაჩვეულებრივი მოვლენა. ჩვენ ყველანი გრძნობთ მას ყოველდღიურ ცხოვრებაში, როდესაც ინტუიციურად გრძნობთ საყვარელი ადამიანების აზრებსა და განწყობებს. ეს არის ჩვენი შინაგანი ბუნების გამოვლინება, რომ ყველანი უხილავი ენერგეტიკული ძაფებით ვართ ერთმანეთთან დაკავშირებული. კომუნიკაცია შეიძლება ყოველთვის არ იყოს მყისიერად დამყარებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის არ მუშაობს. ეს ყველაფერი დამოკიდებულია თვითონ მონაწილის ემოციურ და ენერგეტიკულ მდგომარეობაზე. თუ ადამიანი, რომელთანაც თქვენ ცდილობთ კონტაქტის დამყარებას, ემოციურად დახურულია ან რთულ მომენტებს გადის, მაშინ კავშირი შეიძლება შესუსტდეს. მიუხედავად ამისა, განზრახვის ენერგია მაინც პოულობს გზას, მაშინაც კი, თუ შედეგი ცოტა იგვიანებს. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ გონებრივი კომუნიკაცია არ არის მაგია ან მანიპულირების საშუალება.
ეს არის ბუნებრივი ურთიერთქმედება ენერგეტიკულ დონეზე, რომელიც საუკეთესოდ მუშაობს. როდესაც ჩვენი განზრახვა სუფთაა და გულწრფელი, გვიძლიერდება უნარი იმისა, რომ უკეთ ვიგრძნოთ, მივიღოთ და გადავცეთ ჩვენთვის საჭირო ინფორმაცია სხვა ადამიანს. გონებრივი კავშირი არის ამ ენერგიის ერთ-ერთი გამოვლინება, რომელიც გვაკავშირებს სამყაროსთან და ერთმანეთთან. რაც უფრო ღრმად ვაცნობიერებთ ამ ურთიერთობას, მით უფრო ადვილი ხდება ჩვენთვის მისი გამოყენება ჩვენს ცხოვრებაში. ჩვენ ვსწავლობთ ჩვენი აზრებისა და ემოციების პოზიტიური განზრახვით გადაცემას, რაც საშუალებას გვაძლევს გავაუმჯობესოთ ურთიერთობა ადამიანებთან და უკეთ გავიცნოთ ისინი ღრმა ენერგეტიკულ დონეზე. ადამიანის მენტალურ კონტაქტზე გამოძახება ამ ყოვლისმომცველი კავშირის გამოვლინებაა. ჩვენ ყველანი ერთი დიდი სისტემის ნაწილი ვართ და სხვებთან გონებრივად დაკავშირების უნარი გვახსენებს იმას, რომ ჩვენ არ ვართ ცალკეული ერთეულები, არამედ ვართ სამყაროს დიდი ენერგეტიკული ჯაჭვის ბმულები. ძვირფასო მეგობრებო, გთხოვთ გამოიწეროთ არხი, მოიწონოთ ვიდეო და გააზიაროთ. ეს დაგვეხმარება ჩვენი ინფორმაციის გავრცელებაში. დიდი მადლობა. გისურვებთ უსაწყრო ბედნიერებას.